რა თქმა უნდა ჩვენ ამას გავაღებთ უბრალოდ საუბარი იმაზე რომ ვინმე ხელს უშლის არის ტყუილი. არა აქ არის ლევან ჩიკოიძე სადღაც. ხოჭოს ჩაკეტილი ყავს საერთო თანამშრომელი, რომელიც გაფიშა ეთერი ვიღაცის მოთხოვნით. ასევე უკანონო მოთხოვნა შეასრულეს მათ. იგივე გათავისუფლებული არიან დაცვის თანამშრომლები, რომლებიც მე გავაფრთხილე წინასწარ, მე მოვდიოდი აქ და მათ შექმნეს აი ეს სიტუაცია. დიდი მადლობა. ჩავიდეთ. მადლობა ძალიან თუ კიდევ ერთხელ მინდა რომ დავაკონკრეტოთ. ბიძინა ივანიშვილი არის თუ არა კავშირში? იმ მდგომარეობასთან რაც ახლა ხდება მაესტროში. მე გითხარით ყველაფერი აქვს. რაც გითხარით ეს არის ფაქტები, ყველაფერი დანარჩენი ეს არის ინსინუაცია. ანუ რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს. რა შეეხება ივანიშვილს დღეს ამ ისტორიაში ვარ. მაგას ვამბობ, დაკეტეს კარი, დაკეტა ტელეკომპანიის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა კიბად კიბი არ ჩაიგდეს. ეთერში ვარ, პირდაპირში ვარ. ისმენ, ბიჭო, ბიჭო, როში ვარ? მან გასაღები დამალა და შესაბამისად არ აძლევა საშუალება თანამშრომლებს. პირდაპირში ვარ. ისმენ ყურადღებით. სისხლის ანუ მაგაგვატმა იგი მაგაგვატმა პოლიციას. დიახ. კანონი შემოიჭერით ტელევიზიის ტერიტორიაზე და ამაზე აღიძვრება სისხლის. კი ბატონო, მე მზათავ ვარ პოლიციას თუ პოლიცია ჩათვლის ეს არის სისხლის ამართლის დანაშაული, პოლიციას ხელშესვლას მე არ გავუკეთებ. ისმენთ. ბატონო, მაინც რომ გამოიწვია დაპირისპირება. კიდე ერთხელ გეუბნებით. როცა ამ ადამიანებს უჩნდებათ ილუზია, რომ გაჩნდა სადღაც, ანუ არხი უკვე არის იმ კონდიციაში, რომელი კონდიციას ისინი ვერც იოცნებებდნენ, მათ გადაზიდეს თავიანთი აქტივები, სხვათა შორის, ჩემთან შეთანხმების გარეშე, კომპანიასთან შეთანხმების გარეშე, რადიო მაესტრო, რომელიც არ არის ჩემი მართვის კომპანია და მე არა ვარ მასზე პასუხისმგებელი, იქ არის გადაზიდული არხის უამრავი აქტივი და ასეთი ნაბიჯები განახორციელეს ძალიან ბევრი ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, მე ვამბობ, რომ მათ როცა მიეცათ ეს თქვა წარმოდგენა, ილუზია, რომ შეიძლება რაღაც ფორმით წამართვან მართვის უფლებები, ისინი წამოვიდნენ შეტევაზე 2010 წელსაც, როცა მათ ჰქონდათ ილუზია, რომ ისინი ამას მოახერხებდნენ და ვერ მიიღეს მაშინ ეს ყველაფერი და იძულებული გახდნენ. გავესაუბროთ ეროსიკი წბარიშვილს. კომპანიებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს კომენტარის გაკეთება, რის შემდეგაც ჟურნალისტებს მაესტროს თანამშრომლებს მიეცემათ საშუალება შენობაში შემოს. შენობაში არა, ეზოში შემოსულნო შენობის ყველა გასაღები არის გადამალული, გადაყრილი და არ იძლევა საშუალება ალპინისტური გამოცდილება დამჭირდა. არაფრის ათქმელად არ მოვედი, მე მოვედი ჩემი უფლებების განსახორციელებად. გუშინ პატრული მე გლობელს არ მიშვებს შენობაში, არ უშვებს გენერალურ დირექტორს შენობაში. აბა ვინ მიზღუდავს? მომეხმარეთ რომ შევიდე. მომეხმარეთ რომ შევიდე. არები არის დაკეტილი. მომეხმარეთ რომ შევიდე. საზოგადოებრივი წესი გიცავს გენერალურ დირექტორს მაესტროსი არ უშვებენ შენობაში, მაესტროს კუთვნილ შენობაში.